საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განცხადება. ბოლო დროს მოქალაქეთა ჯგუფებისა და ცალკეული პიროვნებების მიერ ვრცელდება სხვადასხვა სახის მიმართვები, დეკლარაციები და მოწოდებები. რიგ შემთხვევაში კი პირდაპირ ბრძანებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ ჩაიდინონ ესა თუ ის პოლიტიკური აქცია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ მოწოდებებს ხშირად ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები, რომელთაც დეპუტატობის უფლებამოსილება აღარ გააჩნიათ. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საოკუპაციო ადმინისტრაციისაგან თანხების აღება, საოკუპაციო ადმინისტრაციის სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ანტიკონსტიტუციურ პარტიებში, საზოგადოებებში, ბრჭყალებში მოღვაწეობა და სხვა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კატეგორიულად მოითხოვს უზენაესი საბჭოს უფლება აყრილი დეპუტატებისაგან, აგრეთვე მოქალაქეთა დაჯგუფებებისაგან და ცალკეული პირებისაგან მკაცრად დაიცვან საქართველოს რესპუბლიკის კანონები და არ იქცნენ პროვოკატორთა იარაღად, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე შღენტი. თბილისი, 29 მაისი 2012 წელი.